დაიწყო მატჩი, შეიყვანეს ბურთი თამაში ბათუმელებმა. 6 ნომრით საყრდე თამაში. ამიტომ ესე როცა ჩემპიონატი მხოლოდ 2 ტურია დაიწყო რეალურად მეოთხე ტურია, მაგრამ კარგი ეპიზოდი და ხარატიშვილი გამოდის თამაშობს ბურთზე კარგად კიდევ ერთ და მათაც არაერთ ლიდერს მოუგეს. ასე რომ წელს კიდევ უფრო დაძაბულდა თანაბარ ჩემპიონატს ველით. ჩაწოდება საჯარიმოში, კოლბახიძე თამაშობს ბურთზე, შემდეგ დარტყმაც გამოვიდა კარში, იური ტაბატაძის მხრიდან სწორედ ლოკომოტივში გაატარა, კარგი იყო, შედეგიანი იყო, დაბრუნდა ივაგელაშვილი კიდევ ერთი დარტყმა შეტევაზე, ბლესასთან გაითამაშა, პასით საპასუხო მიიღო, კარგი გამჭოლი გადაცემა, დარტყმა ვერავინ ვერ შეძლო, მაგრამ კირკიტაძემ ბურთი თამაში დატოვა და ჩიტაიშვილმა შემოერბინა საჯარიმოში კირკიტაძის ბრუნი აგრძელებს სვლას დაბალი პასი საჯარიმო მოედანში, პასი გავიდა კალანდარიშვილის დარტყმა და 0-1 არეულობა დაცვაში, ქაოტური მოქმედებები, რამდენიმე მარტივად გაკეთებული ზუსტი პანიმე შეცდომა ბოლო წუთებში და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა აი ასეთ ეპიზოდამდე. ეს კალანდარიშვილის ჩართვა შეტევაში იყო მნიშვნელოვანი, თავადვე დაიწყო ეპიზოდი. მერე გრძელი გამჭოლი პასი გააკეთა, თუმცა ოდნავ ძლიერი იყო, ვერავინ ითამაშა სამაგიეროდ კირკიტაძისგან ეს პასი მას მიუვიდა. თამაშის წესების დარღვევას ადგილი როგორც ჩანს არანაირი არ ქონია და კალანდარიშვილმა ერთი შეხებით შეტევა, რომელიც თავად შეიძლება არ დაუწყია, მაგრამ თავად ამ შეტევის გამძაფრებაში, გამწვავებაში დიდი წვლილი შეიტანა და რასაც წარდგენა იბერიას გულშემატკივრებისთვის ნამდვილად არ სჭირდება. იგი ამ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ამ კლუბის ისტორიაში. ჩაგდება საჯარიმოში, დარტყმა და ძელმა გადაარჩინა დინამო ბათუმი. ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ბათუმ პროსტორეთ იბერიას ფეხბურთელებს და რა გოლი გავიდა ამ ეპიზოდში. იური ტაბატაძე ძელმა იხსნა ბათუმელები, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან კარგი იყო ტაბატაძე, როგორ მარტივად მოატყვა მოწინააღმდეგეს, შემდეგ პასი საჯარიმოში კარდავას დამუშავება, უფრო სწორედ ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელის მიერ ბურთის ძალიან კარგად დამუშავება და ტაბატაძე როგორი უცნაური ტრაექტორია მოხაზა. ბურთმა ჯერ ეს ეპიზოდი ყველაფერი აქედან დაიწყო, დარტყმა რომელიც განახორციელა ამირან ძაგანიამ, მისი დარტყმა მოხდა ძელს და საბოლოოდ ბურთი მიუვიდა ტაბატაძეს. ასხლეტაც იყო რა თქმა უნდა და ხარატიშვილს ხელი ამანად შეუშალა, მაგრამ ნებისმიერ ვედნიდან და გადის ლუკა წულუკიძე ორმაგი ცვლილება და პოზიციური პრინციპში ორივე. ნახოთ რა გამოვა დარჩენილ დროში. ჯგერენაია. კარდავას არ მიაღებინეს ბურთი. მარა მილჩენკო უფრო სწორედ დარჩა შეტევაში დინამო ბათუმი, კარგი პასი, დარტყმა არ გამოვიდა, მაგარი პასიკაც უთამაშია, ჩაწოდება საჯარიმოში, იყო ძალიან საფრთხო დატრიალება კარისაკენ, თუმცა შედარებით ფრთხილობენ გუნდები და რაც დრო გავა, ეს ალბათ კიდევ უფრო მეტად იქნება ასე. თუმცა იქამდე შეტევაშია იბერია შორეული დარტყმა. იგეიშვილი გადაიტანა კიდევ უფრო მარჯვენა ფლანგისაკენ და თავად კარგად გაიხსნა საპასუხო გადაცემას ელის, თუმცა გიორგი ტაბატაძემ იარა ძალიან კარგად დარტყმაც საფრთხო გამოვიდა და საბოლოოდ აცდა კარს. ჭინჯოლავა 93 წუთი დაიწყება ძალიან მალე და ამზადებს ორგანიზებულ შეტევას იბერია. ჯინჯოლავა მას კარგი შორეული დარტყმა აქვს და დაარღვდება შეხვედრა ძალიან ცოტა დრო. მატჩის ასრულებამდე. და ეს გახლავთ საფინალო სასტვენი პრინციპში.